სულად თქვენ კადრში ხედავთ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველის დაცვის წარმომადგენლები არიან ახლა მობილიზებული თბილისის საარჩევნო უბანთან. როგორც ხედავთ, როგორც ჩანს მედიის წარმომადგენლებს ხელს უშლიან მუშაობაში. განსაკუთრებული სამზადისი იყო დილიდან, გამოჩნდნენ, ახლა უკვე გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილიც. სავარაუდოა ტრადიციულად ის იქნება ოჯახის წევრებთან ერთად. ეკატერინე ხვედელიძე გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე. მე ვერ ვხედავ შვილს ჯერჯერობით ის კადრში არ ჩანს. როგორც წესი, გამოჩნდა თუ არ ვცდები ბერაც, ხო? თუ არა მიშლება. კი, რამდენიმე წუთში უკვე ბიძინა ივანიშვილი შევახმის მისაცემად. სავარაუდოა, რომ მანამდე ის არ გააკეთებს კომენტარს, მაგრამ დაველოდოთ რა იქნება ამის შემდეგ. როგორც ვხვდებით, ცოტნე ივანიშვილთან ერთად მივიდა ბიძინა ივანიშვილი თავის შვილთან ერთად. საინტერესოა, სად არის ბერა ივანიშვილი? არის თუ არა ის საერთოდ საქართველოში? ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წლებში ის მეუღლესთან ნანუკა გამყრელიძესთან ერთად მიდიოდა. შევასწოროთ, ნანუკა გუდავაძესთან ერთად იყო ის საარჩევნო უბანზე. აქ თავარი არის ბიძინა ივანიშვილთან კითხვები, რა სიტყვის მის სანქცირებაზე, სინდისის პატიმრებაზე, რომლებიც ციხეში პოლიტპატიმრებზე, რომლებიც გამოგონილი მიზეზით გამოკეტეს ციხეში. ასევე საინტერესოა რა სიტყვის დღევანდელ პროცესზე, იმიტომ რომ კობახიძე იმუქრება, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ გუშინღამე ასევე საინტერესო იყო ის, რომ საკანდიდატო ჭეებს ამოწმებინებდნენ რუსთაველის გამზირზე. ამ ყველაფრით ჩანს შიში, რომელიც გააჩნია ქართულ ოცნებას დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიმართ. საკანალიზაციო ჭების შემოწმება ჩვენ ფაქტია, რომ აქამდე ნამდვილად არ გვინახავს. ჭების გარდა გუგა სადარბაზოები და თბილისის ეზოებიც კი მოწმეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. ოლიგარქი არის შეშინებული, ასეთია ხალხის აზრი, მოსაზრებები. ფაქტია, იმიტომ რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ყველა სიხით დაემუქრა და არსებობს საკმაოდ ბევრი ეჭვი და მოსაზრებაც მათ შორის აქტივისტებში, რომ როდესაც საუბრობს კობახიძე, საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, საინტერესოა აი ამ აქტუალურ კითხვებს ის გასცემს თუ არა საერთოდ პასუხს, თუ მოისურვებს რომ ესაუბროს ჟურნალისტებს. სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ახლა პროცედურებს გადის საარჩევნო უბანზე, გამოჩნდა მისი შვილიც კადრში. ძალიან მალე ის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და გააფერადებს მისთვის სასურველ პარტიას. სხვათა შორის უცხოელი ჟურნალისტებიც არიან საარჩევნო უბანზე, ისინი ვისაც შემოუშვეს ქვეყანაში და მისცეს უფლება რომ იმუშაონ ქვეყანაში. ყოველი შემთხვევაში წინა დღეებში ვაკვირდებოდით, რომ უცხოელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ივანიშვილს დღეს არა მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა, არამედ უცხოელი ჟურნალისტებსაც საკმაოდ ბევრი კითხვები აქვთ მათ. ამბავი, რომელიც დაეწია ბიძინა ივანიშვილს, ეს არის გუშინელი გზავნილი ბრიუსელიდან, რომ ევროკავშირი ემზადება ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიების პოზიტივის და იმედის სანქცირებისთვის. და ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართული მედიის წარმომადგენლებს დაუწესდებათ სანქციები. რას ნიშნავს ეს სანქციები და შავ სიაში შეყვანა? ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ვეღარ შეძლებენ ჩასვლას, ვეღარ იმუშავებენ. დიდი ალბათობით ევროპაში დაიხურება მათი ბიუროებიც. გუშინ იყო სხვათა შორის ნათქვამი, რომ ეს მედია საშუალებები რუსი პროპაგანდისტების სიაში უნდა ჩასვან, იქ სადაც არიან სხვა რუსული მედიები და ბუნებრივია ეს სკანდალთან ერთად არის ალბათ დიდი სირცხვილი. ძალიან დიდი სირცხვილია ნამდვილად. საინტერესოა თუმცა ეს ადამიანები წლებია ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ემსახურებიან ოლიგარქიულ რეჟიმს. კადრში ხედავთ ეკატერინე ხვედელიძეს, მან როგორც ჩანს უკვე გააფერა და საკუთარი არჩევანი ის ახლა იმყოფება ელექტრონულ მოწყობილობასთან და ცდილობს რომ შეაცუროს მისი ბიულეტენი. სხვათა შორის მგონი კი, მასაც პრობლემა აქვს, მგონი როგორც კადრში ვხედავთ, მთლელი აპარატი ხარვეზებით მუშაობდა. მან უკვე ეკატერინე ხვედელიძემ ახლა ველოდებით ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და რაც მთავარია მის განცხადებას. მას დღეს ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელია და როგორც უკვე გითხარით, ქართული მედიის გარდა უცხოური მედია საშუალების წარმომადგენლებიც ემზადებიან. მათ შორის ნატა, რაც უკვე ვუთხარით მაყურებელს, ბიძინა ივანიშვილთან არის საკმაოდ სერიოზული კითხვები სასამართლო სისტემის შესახებ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბესო ალავიძის საკმაოდ სკანდალური
მხილების სერია. ის პირდაპირ ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს და რეზონანსულ საქმეებზე, სწორედ მის სასახლეში იწერებოდა განაჩენები და შემდეგ სხვა მოსამართლეები კითხულობდნენ. საინტერესოა ამ სკანდალურ ბრალდებებს თუ მოისურვებს რომ უპასუხოს დღეს ბიძინა ივანიშვილი. არ არის გამორიცხული რომ თქვას რომ არ უნახავს, არ მოусმენია. თუმცა ამას მაყურებელი არ ნაკლებს ავარაუდოა რომ მას ეს არ მოესმინა. დაველოდოთ რა სიტყვის დასაჯერებელია. ხო, შეიძლება შეწერა პრინციპში, მას როდესაც არ სურს კონკრეტულ თემაზე კომენტარის გაკეთება, ამბობს რომ არ უნახავს, არ მოусმენია და ტოვებს ახლა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მართველი ქართული ოცნების დამფუძნებელი საარჩევნო უბანს ის მიემართება მედიის წარმომადგენლებისკენ. საინტერესოა რაზე მოისურვებს ის დღეს საუბარს, გარდა არჩევნებისა ბუნებრივია და თუ გასცემს საერთოდ მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხებს. სპეცსამსახურების განსაკუთრებული მობილიზება დილიდან აი ამ საარჩევნო უბანთან ბიძინა ივანიშვილი უკვე გამოვიდა საარჩევნო უბნიდან, იქ ჟურნალისტები არიან, სავარაუდოდ ის დადგება კომენტარის გასაკეთებლად. კი, ნამდვილად. ახლა მედიის წარმომადგენლებიც ემზადებიან, ჩვენი კოლეგები, ბიძინა ივანიშვილი უკვე მათთან არის. შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ და კითხვებს არ პასუხობ. კითხვებს არ უპასუხებ. არა. ცოტა დაციეთ გადაჭერით ბიჭებო უკან ნახეთ აბა. კითხვებს არ პასუხობთ, მარტო განცხადებას გავაკეთეთ. მარტო განცხადებას ვაკეთებ, კითხვებს არ პასუხობთ. არა. ვიწყებთ, ბიჭებო როგორ ახართ? ბიძინა ხელი გვეშება სანიტაციის პარტნიორების ნაშა გიძლიათ დაიწყოთ გადახატება. სალომ. კითხვებს არ უპასუხებ და იქნება ახლა მაინც უპასუხოთ. ბრიტანეთის ყველას დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას დააფუძნოს საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხებთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად ჩვენ თქვენი ძალაუფლების მშვიდობიანი დამხობა დაანოსეს საქართველოს მოქალაქეებმა. თქვენ რისთვის ემზადებით საზოგადოების განვითარება, რომელიც დატოვებას ხომ არ განიხილავთ? ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხადება სწორედ რომ დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს. ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან. თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც წესი რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი ბიძინა საზოგადოება მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების. ბიძინა დღეს საღამოს რას ელოდებით? მშვიდობიანი დამხობა არის დაანონსებული. ბატონო ბიძინა, რისთვის ემზადებით დღეს საღამოს? მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებთ. ბატონო ბიძინა, რას ელოდებით დღეს ღამე? სანქციებს ელოდებით? ბატონო ბიძინა, ბრიტანულ სანქციებს ელოდებით? რატომ გარბიხართ? რატომ არ პასუხობთ კითხვებს? ბატონო ბიძინა, პოლიტიკური ეპისტოლებით უნდა ესაუბროთ ხალხს მხოლოდ? რატომ გარბიხართ? ბატონო ბიძინა, ბრიტანეთის სანქციებს ელოდებით? რისი გეშინია? გეშინიათ სანქციების?